მოგესალმებით მე 200 დღეს. მუშინდელი დღის ვიდეო რაც ვერ მოვასწარი სახლში 99.5% სარმე დავტოვებ კომპიუტერზე მე ავალ უკვე ზემოთ და გადავიღებ სხვა დანარჩენს. ვიდეო მოვჩი ატვირთვით ცოტა მერე დავიწყებ დღის ბოლომდე აიტვირთება ახლა რესპუბლიკური იმისკენ მივდივარ 10 წუთშიო წამოვლენა რამოდენიმე კადრი იქამდე თუ მივასწარი დავიღალე აუ სიმაღლეზე ვიღებ ამას კაი არა უშავს ნენელა მოდიან არა უშავს იქნება კიდე ცოტა ხალხი და მოსიზა დავაწერი მეტი აი უკვე შეგროვდა დაიმზადებიან წამოსასწრები Kamera duna გადავიდე. Yo.
ვიღაცა მოგზავნილი არ იქნება დინებამდე არ იქნება თვითობა არ იქნება შეგვიში ბიშინი ეს ზრდელო ნაბუზი აღამეც გავიუზრდელი მაგრამ ნერვები რა რამდენი მოგზავნილი ნაბიჭვარეა Oh, I cut. დამოუკიდებელ საქართველოს დიდება გმირებს. დიდება დამოუკიდებელ საქართველოს.
მეგობრებო, 200 დღე გავარჩენ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის. ხომ არ დავიღლებით? არა! ვიბრძოლავ გამარჯვებაზე! Salamim. Თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! მეთქი უკან ნახე და გადაიკეტა დადი. ცოტა გვიან წავიკითხე. ჯერ არ მოხდა და. არა ჩაგრას! შევიკეტე. არა დიქტატურას! არის? აჩედიან. აა არა რუსულ რეჟიმს! არა რუსულ რეჟიმს! ჯერ გადაიკეტა და მე გაუმარჯოს საქართველოს! ჯერ პირდაპირ გადაგვეკეტა და მე მოსული იყო. მეგობრებო, ეს ერასეჯერზე ჩვენი ბრძოლის საძე მისაღწევ გამარჯვებამდე კიდევ ერთხელ ტრადიციულად მოდით, რამე ჩენით. და გადავკეტავთ რუსთაველის კაცი! ხადია. Ino modi ჭამე ჩადი გადაკეტე რუსთაველი, იო. Cosa vuoi fare?
მოდი პაპა. ცოტაც. ეგარი მადლობა. არის თქვით მეგობრებო. დიდება დამოუკიდებელ საქართველოს დიდება გვინდა. დიდება დამოუკიდებელ საქართველოს. დიდება დამოუკიდებელ საქართველოს. საქართველო ატაკი. საქართველო ატაკი. საქართველო ატაკი. არა რუსი. ხო, მაგია. აპა. ხო. ანუ რომ ერთად გავიმართ. დარწმუნებული ვარ ამაში. გაიმარჯვებს უკრაინა, გავიმარჯვებთ ჩვენ. ორი აზრი არა. რა თქმა უნდა. მადლობა. კარგი დღე. თავისუფლება ანტონ ჩეჩი. თავისუფლება დავით ხომერი. თავისუფლება დავით ლომიძე. თავისუფლება გიორგი მინდაძე. თავისუფლება არჩილ მუსელიას. თავისუფლება თემურ დაწყოხაშვილს. თავისუფლება ვალერი თეთრაშვილს. თავისუფლება ანატოლი გიგაურს. თავისუფლება მათე დევიძეს. თავისუფლება ომარ კოპილაშვილს. თავისუფლება საბა მეფარიშვილს. თავისუფლება გიორგი ოკმელაშვილს.
თავისუფლება მარიამ იაშვილს, თავისუფლება უჩა აბაშიძეს, თავისუფლება ირაკლი მეღვინეთუხუძეს, თავისუფლება გიორგი კუჭუაშვილს, თავისუფლება დავით კოლდას, თავისუფლება ფრიდონ ბუბეტეიშვილს, თავისუფლება გიორგი ციკვაიძეს, თავისუფლება დენის კულანის, თავისუფლება თენგო გველეციანს, თავისუფლება აჩიკო ჭუმბერიძეს, თავისუფლება გიორგი ნეხარიძეს, თავისუფლება მერაბ სარალიძეს, თავისუფლება ირაკლი პაპიაშვილს, თავისუფლება ირაკლი ობრუაშვილს, თავისუფლება ზურაბ ჯაფარიძეს, თავისუფლება საბა ბაღდავაძეს, თავისუფლება ნიკა მელიას, თავისუფლება ნიკა გვარამიას, თავისუფლება ხელატოლის პატიმას, რუსული რეჟიმი. აურად დასხომას, რა? არა აქვს წიგნები არ დაშვების. არის გამოჩვენა უნდა რა არის პრობლემა შეიძლება მართალია რომ ძალიან ცუდ დამწერლები წერენ, ძალიან ბევრი დუმა, ტყეში წყალი აქვს ჩაგუბრებული, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში. მაგალითად, ვისაც მე იდეა მქონდა და განვახორციელე უკრაინის ომთან დაკავშირებით ქართული მწერლების ეს ემოციები და პოეტი შევაგროვე და კრებული გამოკვეცი, ძალიან ბევრი გამოგვეხმაურა. 150 მწერალი მაინც გამოგვეხმაურა და დაუბრუნდით მათი ნაწარმოებები და რატომღაც წირად აღმოჩნდნენ ის წერილები, რომლებიც გაბედულ სიტყვას ამბობდნენ აი ამ პროცესებში. თითქოს იქ უკრაინაში დიახაც სჭირდებოდა სოლიდარობა და თითქოს იმ ახალგაზრდებს, რომლებიც უსამართლოდ ექცეოდა რისთვის, თავისუფლებისთვის, იმ სულისკვეთებისთვის, რაც გაიზარდნენ და იმ მიზნისთვის, რაც იბრძოდნენ. ამიტომ ჩემთვის ძალიან გაუგებარია ის ამბავი, რომ პოეტმა, მწერალმა არ ასახოს, აი მუზა არ მოუვიდეს, აი ამ საშინელების, ამ უსამართლობის წინააღმდეგ და არ დაიცვას თავისი ქვეყანა იმ იარაღით, რომელსაც სიტყვა ქვია, რომელსაც გალამი ქვია. და ამდენად აი გვინდოდა სტიმული მივცეთ და სხვა მწერლებსაც ჩვენი ამ წიგნის გამოცემით, რომ სიტყვას ზოგადად მწერლობას, ხელოვნებას, თეატრს, სპექტაკლს, მხატვრობას, ფოტოხელოვნებას აქვს თავისი ძალა. და ეს არის ყველაფერი პროტესტის ენა და პროტესტის ენა უნდა აჯობოს პროპაგანდის ენას. აუცილებელია რომ ხალხის აი ამ პროტესტს მიჰყვებოდეს კი არა ზოგჯერ უსწრებდეს კიდეც და გზამკვლევი იყოს მწერლობა და ხელოვნება მთელ ამ პროცესებში. ჩვენ წიგნს ქვია რუსთაველი თავისუფლებამდე ამ სათაურის იდეის ავტორი არის მწერალი დავით ხარატიშვილი და ეს არის შესანიშნავი მიგნება როგორც გეოგრაფიულად ისე გადატანებისობდა რუსთაველით მივდივართ თავისუფლებამდე და მე მჯერა რომ სწორედ ეს პროტესტი ის დუღილი რაც უკვე 200 დღეა რუსთაველზე მიმდინარეობს აუცილებლად მიგვიყვანს თავისუფლებამდე. წარმატებები და მალე გამარჯვება.
რაც გნებავს გუშინაც თქვი რომ ჩემს წინა სიტყვაობაში ესეთი რაღაცა მიწერია რომ თავისუფლების გაგება მოდის გაგებიდან მოდის ანუ იმ გაგებიდან რომ სულისუფლებები იზღუდება ანუ თუ ადამიანი გაარკვევს თავის თავში რომ სულისუფლებებს შეზღუდავს აი მაშინ მოდის იმ პიროვნების თავისუფლება ჩვენ ახლა ძალიან გვჭირდება ეს თავისუფლება ამიტომ ძალიან გვჭირდება ეს პროტესტის და პროტესტის ენით ლაპარაკი იმიტომ რომ სხვანაირად შედეგამდე ვერ მივარ იმიტომ რომ კარგავთ როგორც ქვეყანას ასევე ჩვენს უფლებებს და აუცილებელია ამისთვის ბრძოლა ეს ბრძოლა დავამატებ ბატონი დავით ღარატიშვილი და წავიკითხავ რამდენიმე ლექსს რა თქმა უნდა მადლობა ხალბატონ გულიკოს ყველა ავტორს ვინც გამოთქვა სურვილი და მოგვაწია თავისი ნამუშევრები მე ვფიქრობ ეხლა ზეიმის დრო არ არის ამ წიგნით ეს წიგნი უნდა იყოს ახალი იარაღი ამ ბრძოლაში და როდესაც უკვე გავიმარჯვოთ მე ვიზეიმებ ამ წიგნთან ერთად რა თქმა უნდა კიდევ მე დაწინებული ვარ კიდევ არაერთი ნაწარმოები შეიქმნება ეხაც იქნება პირადად ჩვენზე ვიტყვი და კიდევ არაერთი და არაერთი ნაწარმოები მიეცნობა და გამოვა რეგულარულად და იდეასთან დაკავშირებით ვიტყვი რომ ეს მიმართალია ჩემი იდეა იყო მაგრამ მეც თავისთავად ინსპირაცია მქონდა თუ გახსოვთ ცნობილი პოსტი იყო რომ ჩემ მეგობარს ეწერა ვიტყვიზე გაიგონა ასეთი კადრა რომ უნდა მივიდეთ თავისუფლებამდე უნდა გავიაროთ რუსთაველი და სწორედ აქედან მოვიდა ეს ციგნის სათაურიც მე დავამატებ რომ 50-ზე მეტი ავტორია აქ არის ცნობილი და ნაკლებად ცნობილი ავტორებიც იმ ცნობილი ლექსის ავტორიც აგახლავ დავით ხურცილავა რომელიც აგერ არის და ტელევიზიაში ვიყავით ჩვენ ერთად ბათუ დანელია ჯემალშონია ძალიან ბევრი ავტორებს ნახავთ მათ შორის ძალიან საინტერესო მოთხრობები ანუ ეს გახლავთ 2020 წლის ნოემბრიდან გაზაფხულამდე პროცესებთან თანხვედრი ლიტერატურული ნაწარმოები აქ არის ასე ფოტოილუსტრაცია დიახ მე ვფიქრობ რომ წერლებს პოეტებს იარაღი აქვს კალათი და სწორედ აი ეს იარაღი უნდა გამოვიყენოთ ამ პროტესტის გამოსახატავად და ეს არის პრინციპში აი ამის ნაკრები ეს კრებული რომელიც ამ პოეტებმა და მწერლებმა შექმნეს ასევე ფოტოგრაფებმა და ილუსტრატორებმა და ძალიან დიდი მადლობა მათ ვინც გამოსმაურა ვინც გაბედა ფოტოგრაფია მარი იყო სადაც გაკრა ან ისე ვიღებს როგორც ყოველდღე ამ 200 წლის განმავლობაში მარის სულიდებს და სულ მუშაობს აქციებზე მამაღლა რო გაიგო ძალიან დიდი მადლობა ყველა ავტორს ვინც გაბედა და გამოგზავნა თავისი ნაწარმოებები და ეს შეიკრა წიგნად და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი მადლობა მე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავხადო თათია მექვაბიშვილს თათი მოდი ჩვენ გვერდში ამდგომ სტიმულის მიცემს ჩვენს ასე ვთქვათ კონსულტანტს როგორ მოქცეულიყავით რა უნდა გვექნა და თათიას იმ ბრძოლისთვის რა ბრძოლასაც ისეცევა და თვითონ თქვენგანაც ამ ბრძოლისათვის აი დარწმუნებული ვარ რომ აი ეს ბრძოლა ძალიან მალე შედეგს გამოიღებს არ არსებობს არაფერი რაც ჩვენ უკან დაგვიწყება და მე მინდა ჯემალშონიას ცნობილი პოეტის ლექსი ახალგაზრდობის მისამართი დაწერილი წაგიკითხოთ ეს წყლის ჭაობთან დაკავშირებით ასე ვთქვათ ბევრმა წყალმა ჩაიარა მტკვარში და რუსთაველზეც ბევრი წყალი ჩაივლის ამ გამზირზე წყლის ნაკადი გახშირდა და სიმაღლეს აღწევს შენი აივნის ამ გამზირზე გახვედრებენ საცობებს თავისუფლად გავლას გიშლის წყლის ჭავლი შენ კი მაინც ცაც და მიწას აცნობე მორჩილებას რომ ვერასდროს ისწავლი ამ გამზირზე გჩეხეს ბასრი ნიჩბებით აქ მოკლეს და ბევრჯერ გადაგიარეს შენ კი ისევ ცოცხლდები და იზრდები და მგელივით ლოკავ ტანზე იარებს შენ არ ხრები მტერს იმედი უქრება რომ არ გახდი უხორცესებ ბრვნებული შენს გვერდით დგას შენი თავისუფლება აქ შენს მიერ სისხლით მოპოვებული წარე ცრემლის გემო ბევრჯერ გასინჯე გულში რწმენა მაინც გაიმცინარებს შენ აქ ივლი შენ საყვარელ გამზირზე
ხოლო მტერი წყალს გახვება მდინარეს. ქალბატონი ოლიკომ წაიკითხოს თავისი ლექსი. არა, რამეს შეიძლება ადამიანი მოერიოს, ბევრ ასე ვთქვათ, ადამიანს შეიძლება მოერიონ, მაგრამ წერლობას, სიტყვას, ხელოვნებას, ეს იქნება ნახატი, ფოტო, თეატრი ასე შემდეგ, ამას ვერც ერთი ავტოკრატი და დიქტატორი ვერ ერევა და ეს ვერ მოხდება ვერც ჩვენ შემთხვევაში, თუნდაც გვაქვს საქართველოში აი უახლო ისტორიაში მაგალითები 1921 წლებში, როდესაც მწერლები ფიზიკურად გაუნადგურებიათ, მაგრამ მათი სიტყვა და მათი შემოქმედება დარჩა და ის დღემდე აძლევს ძალას და მუხტს ქართულ ახალგაზრდობას და არამხოლოდ ახალგაზრდობას. მე რამდენიმე ორ ლექსს ავეკითხავ, თუ არ იქნება პრობლემა. ის რა. შემდეგ სიტყვა უნდა მოგციეთ და არავინ არ დაიდარგოთ. ქალბატონ ნინო, ქალბატონ ის რა იგი. ამ მოკლედში მიწერია ლექსები იმის მიხედვით, რა ქვია, თარიღების მიხედვით მოყვება როგორც არის. ჩვენ ქართველებმა ორამდენი გველეშაპის სიკვდილი ვნახეთ კი არა ჩვენს ფეხებთან სულიც დალიეს, აურაცხელი უწვერული ბიჭები ვმარხეთ მოდიეს, ერი მოვაშთოთო და ვერ დალიეს. ჩვენ ქართველებმა ერთმანეთიც რამდენჯერ ვკალით, ვისაც უყვარდით ავდექით და სულში ვაფურთხეთ, კიდევ კარგი რომ მოვიგონეთ მერე სამკალით რომ გვამი მაინც დავიტირეთ, ნეშთი ვაკურთხეთ. ჩვენ ქართველებმა სინანულში ვიმეცადინეთ. ისტორიაში ჩავაბარეთ ყველა გამოცდა მტრად ვინც მოვიდა დავჩეხეთ და სისხლი ვადინეთ. კი, მეზარბაზნი აღარ ყავსო, ეგეც წამოგვწდა. ჩვენ ქართველებმა ჭირნახულმა მოწაფეებმა ერთი პატარა გაკვეთილი ვერ ავითვისეთ და რაც დატოვეს დევგმირებმა მოწამეებმა ბნელ უმეცრებას, უმწეობას სულ ამითვისებთ. ჩვენ ქართველებმა დავაჯინეთ ჩვენი თავების სუფრის ბოლოში. თამადობა დავუთმეთ ხლისტებს ერთმორწმუნეთა ტყუილებში, ისე გავებით რომ გულში ვეცით მათ პატივი ლახვარი ქრისტეს. ჩვენ ქართველებმა სწორედ მაშინ ვშობეთ ქაქუცა, შეფიცულები კიდევ კარგი ვშობეთ მარტოდენ და ვინც რუსეთის წყეულ მეფეს მოელაქუცა, მათი წყალობით ჯოჯოხეთში დანავარდობენ. ჩვენ ქართველები უკვდავები, მტრებით, რინდებით გარშემორტყმული ვეცემოდით და მივდიოდით და თუ ხანდახან მტრის წინაშე გავირინდებით, ან წუხელიძით დავბრუნდებით წმინდა გიორგით. საქართველოს მწუხარებას, დიქტატურის დამყარება არაცოდო ცუდ ხარებას, საფიცარი არ დაუთმო აბუდაბელ ფაჩუჭ აშლულს, სანიკიძეს ან დაუთმო ყობახიძეს პაპუაშვილს. შენი ქვეყნი დიდ სატკივარს უნდატოვებ ვალად ზესთან, ის აკლემი წინ რომ გიდგას მაინც მივა კალაძესთან. ბოლოს ყველას დაუჩოქებს დეპუტატის ყურუმსიძეს, სასამართლოს კბილის ჩოთქებს, ატირებულ მურუსიძეს თავჩაღუნულ ფულის მძებარს, ჩვენთან ძლიერს, ერთან ჩმორებს, ბიძოს 1000 მონამ ქებარს, ბიძო თავად მოიშორებს. და დარჩები ერთდროს გმირი ახლა, მხოლოდ გმიროსანი, სამართალს რომ ვერსად ნახავ ვერ გიშველის წილოსანი, არხზე ნახავ, ჩემზე იტყვი, ულვაშა, გოსანი, ამ დროს კართან ერთყვაპ ერთყვი ძმაკაც გიცემს ზალოსანი. მოქალაქეო, კანონს არ გვევ, ეხავ ყველგან აურზაურს წამომყევი, თორემ შვილებს მიგიბარებთ ლაგაზაურს. შენ კი ვითომც არაფერი, ვითომ შენ სულ არ გეხება და არ იცი რომ ოდესმე, შენც მასსავით დაგეხება. საზმაუს აქცია გვიერთდება. ის რუსეთის დაბალი იმპერია! თავისუფლება რეჟიმის ტყვეს! გამარჯვება რეჟიმის ტყვეს! დამხობა რეჟიმს! დამხობა რეჟიმს! უსამართლო სასამართლო!
წინააღმდეგობა გრძელდება 200 დღის მანძილზე საქართველოს მოქალაქეები ვაჩვენებდით სოლიდარობის და ერთად დგომის უპრეცედენტო მაგალითს. მიუხედავად უამრავი წინააღმდეგობისა, უამრავი ბრძოლისა, პროპაგანდისა, ცდილობისა, რომ საზოგადოების უმრავლესობა ერთმანეთთან დააპირისპირონ, ამის მიუხედავად პროტესტი არ შეწყდა, პროტესტი არ გაჩერებულა, მოქალაქეების უმეტესობას გვესმის და გააზრებული გვაქვს ჩვენი საერთო საჭიროებები და ინტერესები. მოქალაქეების უმეტესობას გვესმის, რომ სინამდვილეში ჩვენ გვაერთიანებს სურვილი ვიცხოვროთ სოციალურად სამართლიან, თანასწორ, თავისუფალ ქვეყანაში, სადაც დაცული იქნება გამოხატვის და სიტყვის თავისუფლება, ადამიანის უსაფრთხოება, ბაზისური სოციალური და ადამიანის უფლებები. ყველა ჩვენგანის მიზანი და სურვილი არის სწორედ ასეთ ქვეყანაში სახელმწიფო ცხოვრება, სწორედ ამისთვის ვიბრძვით და სწორედ ამისთვის ცხოვრობთ. ამიტომაც რეჟიმი, დიქტატურა, ავტორიტარიზმი შეუთავსებელია ჩვენ მიზნებთან, შესაბამისად ჩვენ არ ვაპირებთ ამასთან შეგუებას, ჩვენ ვიბრძოლებთ თითოეული რეჟიმის ტყვის თავისუფლებისთვის, ჩვენ ვიბრძოლებთ თავისუფალ, სამართლიან და თანასწორ საქართველოში ცხოვრებისთვის. ბრძოლა ბოლომდე! 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 საცხვი ოლიგარქიას! საცხვი ოლიგარქიას! თავისუფლება რეჟიმის ტყვეს! აბლობა. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! თავისუფლება ლექსა სამხარაძეს! თავისუფლება ნიკა გვარამიას! თავისუფლება ნიკა მელიას! თავისუფლება საბა ბაღდავაძეს! თავისუფლება ზურა ჯაფარიძეს! თავისუფლება ირაკლი ოქრუაშვილს! თავისუფლება ირაკლი პაპიაშვილს! თავისუფლება მერაბ სარალიძეს! თავისუფლება გიორგი ნეფარიძეს! თავისუფლება აჩი კოჭუმბურიძეს! თავისუფლება თენგო გვალესიანს! თავისუფლება დენის კულანინს! თავისუფლება გიორგი ჩიკვაიძეს! გამარჯვება თემურ ქათამაძეს! გამარჯვება თემურ ქათამაძეს! თავისუფლება მზია ამაღლობელს! თავისუფლება ანასტასია ზინოვკინას! თავისუფლება არტემ გრიბულს! თავისუფლება ანრი კაკაბაძეს! თავისუფლება ჯანო არჩაიას! თავისუფლება გიორგი ახობაძეს! თავისუფლება ნიკოლოზ კაციას! თავისუფლება თევდორე აბრამოვს! თავისუფლება ლუკა ჯაბუას! თავისუფლება გიორგი ტერიშვილს! თავისუფლება რევაზ კიკნაძეს! თავისუფლება ირაკლი ქერაშვილს! თავისუფლება სერგეი კუხარჩუკს! თავისუფლება საბას ხვიტარიძეს! თავისუფლება ნიკოლოზ ჟავახიშვილს! თავისუფლება ონისა ცხადაძეს! თავისუფლება რუსლან სივაკოვს! თავისუფლება ანრი კვარაცხელიას! თავისუფლება გურამ მირცხულავას! თავისუფლება ანდრა ჭიჭინაძეს! თავისუფლება ლაშა ჩხაიძეს! თავისუფლება ზვია ცეცხლაძეს! თავისუფლება საბა ჯიქიას! თავისუფლება ირაკლი მიმინოშვილს! თავისუფლება ინსაფალიევს! თავისუფლება თორნიკე გოშაძეს! თავისუფლება გიორგი გორგაძეს! თავისუფლება ვეფხია კასრაძეს! თავისუფლება ვასილ კაძე
კანცელაშვილს. თავისუფლება გურამ ხუტაშვილს. თავისუფლება დანიელ მუმლაძეს. თავისუფლება ანტონ ჩეჩინს. თავისუფლება დავით ხომერიკს. თავისუფლება დავით ლომიძეს. თავისუფლება გიორგი მინდაძეს. თავისუფლება არჩილ მუსალიანს. თავისუფლება თემურ დასახაშვილს. თავისუფლება ვალერი თეთრაშვილს. თავისუფლება ანატოლი გიგაურს. თავისუფლება მათე დევიძეს. თავისუფლება ომარ ოკრიბელაშვილს. თავისუფლება საბა მეფარიშვილს. თავისუფლება გიორგი ოკმელაშვილს. თავისუფლება მარია მიაშვილს. თავისუფლება უჩა აბაშიძეს. თავისუფლება ირაკლი მეღვინეთუხუცეს. თავისუფლება გიორგი კუჭაშვილს. თავისუფლება დავით კოლდარს. თავისუფლება ფრიდო ბუბუტაიშვილს. თავისუფლება რეჟიმის წყებს. გამარჯვება რეჟიმის წყებს. გამარჯვება საქართველოს. ზის რუსეთის დამპალი იმპერია. დიდება საქართველოს. დიდება უკრაინას. გამარჯვება საქართველოს. გამარჯვება უკრაინას. მადლობა. აი კანცელარიიდან მოდიან მარშრუტ ჩირაღნებით როგორც ვიცი რევოლუცია ამას ყვირიან ხო იო urramdeni ara kaiya მოდის და მოდის ეს მდინარე ხალხის მაშინ როდესაც ყდიადმა დაისადგურა ჩვენ საქართველოს Revolution!
სინათლის პავრაში ამ უსასრულო წვდიაში ახლა არის დრო გავავიდეთ გარეთ ჩვენი ორგანიზებულობით ჩვენი ერთიანობით დავამხატ რუსული რეჟიმი აი ესე დაეცემა ქართული ოცნება აი ესე დაიწყება ქართული ოცნება მეგობრებო ეხლა მიმდინარეობს რუსეთ-უკრაინის ომი სადაც უკრაინა უპირობად იგებს წინაფლანგზეა რუსეთს ანადგურებს ნელ-ნელა წოვს დრონებით 21 საუკუნეს ბოლომდე იყენებს და ეს კი არის ეს ქართული ოცნება მასაც შეეხება რუსეთის დამხობით დაიხობა ქართული ოცნება დაიხობა მისი მომხრეები დაიხობა მისი მორჩილები ყველა მონა ყველა მოსამართლე ყველა პოლიციელი ამიტომ მოდი გავაგონოთ კიდევ ერთხელ და ვიყვიროთ ძირ რუსეთის დამპალი იმპერია ძირ რუსეთის დამპალი იმპერია კიდევ ერთხელ რე ო რუსია რე ო რუსია რე ო რუსია რე ო რუსია Revolucja! 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 Rusuli reżimy საქართველოში დასრულდება! Rusuli reżimy საქართველოში ვერ დამკვიდრდება! ჩვენ გავერთიანდებით ერთიან მოძრაობაში! ერთიან გამათავისუფლებელ მოძრაობაში! ჩვენ ამოვყოლეთ რეჟიმის ყველა ხულავს! ჩვენ გადავუკეტავთ რეჟიმს ყველა კარს! გადავუკეტავთ ყველა გზას! გადავუკეტავთ ხარს! წყალს! ხედვას! ზმენას! ჩვენ მოვახდეთ რეჟიმის პარალიზებას! Tali საქართველოს პროგრესული მოსახლეობა გაერთიანდება ამ ბრძოლაში და ერთად მოვახდეთ რუსული რეჟიმის დასრულებას სამუდამოდ ამ ქვეყანაში. ვინმეს ამაში გვაჩვი ებარება, კარგად მოემზადოს. ერთობა გაერთიანებს ჩვენს ქვეყანას. ერთობაში გაერთიანდება მთელი საზოგადოება და ჩვენი თვალი განვაყენებს რუსთავზე. მათე დავიძებ ახალგაზრდებს, რომელიც საქართველოს სიყვარულისთვის ჩასვას ციხეში ყველას მოგიწოდათ და ყველას გეძახით, რომ დაეხმაროთ სინათლის პავრაში ამ უსასრულო წვდიაში. უკომპრომისო არაწალისმიერ, მაგრამ უკომპრომისო ბრძოლა სანამ რუსული რეჟიმი არ დასრულდება. შეუგდებით კიდევ ერთხელ ყურადღებით შეხედოს მოვლენებს ირანში და მოემზადოს საქართველოს დატოვებისთვის. რუსული რეჟიმი დასრულდება. მოემზადეთ გეგმა ბესტის დატოვების წინა. საქართველოდან წასვლისთვის ეს ქვეყანა ჩვენია. რუსული იმპერია! რუსული რეჟიმი! საქართველოს რუსული რეჟიმი ვერ იარსებებს! გაცვლი ოლიგარქია! ახალი ხალხის წინააღმდეგობა იქნება ყმალგან! წინააღმდეგობის მოძრაობა გაიმართლებს რუსულ საოკუპაციო რეჟიმზე! რუსული რეჟიმი! გაცვლი ოლიგარქიას! ბოლომდე! 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 ბოლომდე!
ხედვა არის შემდეგნაირი. ჩვენი გაერთიანება ცდილობს, ყველა ხონეს ხმარობს, რომ ჩვენი საზოგადოება გაერთიანდეს. სხვა მიზანი ჩვენ არ გაგვაჩნია. ჩვენ ვიცით, რომ ერთობაში, რომელიც არ არის ვიღაცის მოძრაობა, ვიღაცის ჯიბის ორგანიზაცია, რომელიღაცა პარტიის რაღაც წარმოწება, ეს ყველაფერი ჩვენ არ გვაინტერესებს. ჩვენი ამოცანა არის გავერთიანდეთ ისე როგორც არასდროს. გავერთიანდეთ ფუნქციურად, გავერთიანდეთ ეფექტურად, გავერთიანდეთ კარგად, საზრიანად, დაგეგმილად. დასახოთ ხედვა, რომელიც გვაქვს. გავერთიანდეთ ერთი სტრატეგიით და ვიმოქმედოთ ისე, რომ ჩვენი ქვეყანა გავიყვანოთ ნათელზე. დავიხსნათ ჩვენი ქვეყანა რუსული რეჟიმისგან. ველოდებით ყველა ადამიანს, რომელსაც გული უძგეს ამ ქვეყანისთვის, რომელსაც აინტერესებს და უყვარს ეს ქვეყანა, რომელსაც უნდა თავისი შვილებისთვის ნათელი მომავალი, რომელსაც იცის, რომ რუსული რეჟიმის პირობებში არაფერი მას კარგი არ ემუქრება, რომელსაც იცის, რომ ამ რეჟიმის პირობებში ჩვენ აღმოჩნდებით ყველა რუსულ მონობაში. გელოდებით ყველას, მოგმართეთ, დაგვიკავშირდით, გავფართოვდეთ, გავერთიანდეთ და ფუნქციურად, დაგეგმილად, კოორდინირებულად მოვახდინოთ ამ რეჟიმის არაძალისმიერი, მაგრამ ომახიანი და ემოციური უკომპრომისო გზებით პარალიზება, სანამ ამათმა მოასწრეს კონსოლიდირება. ეხლა ესენი ახორციელებენ სახელმწიფო აპარატის ოპტიმიზაციას, რომ ყველა უწყება გადააქციონ რეპრესიის აპარატად, ერთ მონოლითურ სისტემად, რომელიც პირდაპირ ბრძანებებს მიიღებს მოსკოვიდან. ხოდა ჩვენ ახლა უნდა დავუშვათ. ჩვენი პოლიციელები არიან ყველაფერში ამ რუსული რეჟიმის მარტოხების. მათ შორის არიან მოღალატეები. მაგრამ მომეტესობა მათგანი არის მსხვერპლი ამ რეჟიმის. ჩვენი საჯარო მოხელეები არიან ყველაში. 20 წელი ვიმსახურე ამ ქვეყანას. ჩვენი თანამებრძოლები ყველა ომში ამოხდნენ. ჩვენ ვიცით სისტემა როგორ მუშაობს. ჩვენ ვიცით ესენი რითიც უბრმოვობენ. ჩვენ ვიცით ესენი ვინ არიან. ჩვენ ვიცით როგორ დავშალოთ ეს რეჟიმი. მაგრამ მარტო ვერ ვიზავთ ამას. ყველა უნდა გავერთიანდეთ ერთი ხების ფარგლებში, ყველა საზოგადოებრივი ჯგუფი, ყველა აქტივისტი, ყველა მოძრაობა, ყველა ორგანიზაცია ვიწრო ინტერესის გარეშე უნდა გავერთიანდეთ. ერთობა არ არის ვიღაცის მოძრაობა, ეს არის იდეა, ეს არის პრინციპი, ეს არის სტრატეგია. ამიტომ არ დაუჭეროთ არავის, ვინც იტყვის, რომ ერთობა რაღაცას არასწორს აპირებს. ჩვენი ამოცანაა გავერთიანდეთ. შემოუვარდით ერთობას. ქართველი ხალხის ერთობას გაუვარდით. ქართველი ხალხის ერთობას გაუვარდით. გაუვარდით. შემოუვარდით ერთობას. ერთობით ვიმარჯვებთ. ჩვენი ერთადერთი მიზანი არის მთელი საზოგადოების გაერთიანება. ყველა ჩვენთაგან შეუძლია მოგმართოს ჩვენს Facebook გვერდით ერთობა. შემოგვიერთდით, შემოიტანეთ ჩვენი წვლილი რუსული რეჟიმის დასრულებაში. ერთობა ყველაზე ერთიანი, ყველაზე ქმედითი მექანიზმია, ზეპარტიული, არანაირი პოლიტიკური ინტერესები აქ არ არის. ერთობით ვიმარჯვებთ. ჩვენ ვითხოვთ საზოგადოების ერთობას. ერთობა! 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 ძალა ერთობაშია! მეგობრებო, მე მინდა სათითაოდ მადლობა გადაგიხაროთ. მადლობა იმისთვის, რომ 200 დღეა ჩვენთან ერთად გახართ. მადლობა იმისთვის, რომ ერთად ვიყდით უკვე 200 დღე არის. არ მინდა რომ უფრო დიდი ხანი გაგრძელდეს და მალე დაიხოს ეს რუსული იმპერია. ამიტომ მოგიწოდეთ სულ ვის აქ არ გახადათ ონლაინ გვიყურებთ ტელევიზორიდან, ტელეფონიდან, კომპიუტერიდან. გამოდით და ჩვენთან ერთად დადექით.
დადაგით ხალხის გვერდზე. დადაგით ისე როგორც მაშინ ვიყავით. ვიბრძოლოთ ისე როგორც მაშინ 7 დღე ვიბრძოლით გასში. და შიში არ გქონია ჩვენ. შიში არ გვინახებია პოლიციის და რუსული რეჟიმისთვის. ამიტომ ჯობი როა განვიმეოროთ. მადლობა კიდევ ერთხელ ერთად გავარ და ერთად ვიმშვიდობ. Русия! 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 Rose! Atas 1984. Security. Oh, that's very cool. ჯერ შანსი არ მიცემია რომ გამოიჩინო. აი გადმოინახულე ჰოსპიტალების გვერდით. აი ჰოსპიტალებია, ფასად. Военные тасмасия бытроют, да. Антиуловик, погулисаны. Georgian Pikachu!
გამოსვლა. აუ, ცოტა ნელა. Hello. ახლა დაახლოებით 10 წუთი უკლია გზის გახსნას. მივდივარ დროებით შემდეგ ვიდეომდე. ნავზლიერ ცხელა თავისუფალ სამართალი ყოველთვის სურს ვეძებ ყველგან მაგრამ ისე ვარსად არის სიმართლისთვის გავარ ხალხი გაყენული თუნდაც ველი შვილო მოდი ჭამე ჩადი გადაკეტე რუსთაველი ვიბძი შენ მიყავ მე ვდგავარ მკივა ყვირი კედლებიდან ხატავ შენ მიჯერმე ისე ვხატავ ვიბძი კედლებიდან განონს ვარღვევ ხადვით განონს ხადვით ხადვით განონს ხადვით ნარდი კარტი რიტმი ტაქტი ქუჩებს ვაჭმევ საღებავით